ეს ქვემოთ აუთ 16 და აუთ 15 და აუთ 14 და აუთ 13 რატო არ წერია? მაგრამ ერთი ნატურად მასე მყავს 1-4-ზე და კარგი ვიცით. რობოტიკა არის საგანი, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს მოსწავლეებში, რომელიც მოიცავს რობოტიკას, ელექტრონიკას, პროგრამირებას, ფიზიკას. თითოეული მათგანი დატვირთული არის პრაქტიკული ხელით მუშაობით. სადაც ბავშვს შეუძლია ისწავლოს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული კომპონენტის მეშვეობით. თეორიული კომპონენტი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის, რომ მას ფუნდამენტურად შეისწავლოს თითოეული კომპონენტის მუშაობის პრინციპი, თეორიული მასალა, რაც თქვა ფიზიკის ელექტროობიდან სჭირდება, ასევე მათემატიკის მიმართულებით ის კომპეტენცია, რაც თუნდაც სკოლაში აქვს, შემდგომში რომ გამოიყენოს. რაც შეეხება პრაქტიკულ ნაწილს, ეს არის ის ნაწილი, სადაც ბავშვი თვითონ უკვე თეორიას, რომელიც მოისმინა გაკვეთილზე, უკვე პრაქტიკული ხელით მუშაობით აკეთებს. და ეს არის იმის გარანტი, რომ ის ინტერესი, რაც მას გაუღვივდა თეორიაზე, უკვე თვითონ შექმნას ეს ყველაფერი, თვითონ ააწყოს, როგორ ხედავს მას, როგორ წარმოუდგენია ფანტაზიაში და როგორ ააწყობს უკვე მას რეალურად ხელშესახებ პროექტად. სკოლებში არ გვაქვს საშუალება, რომ ლაბორატორიული მუშაობა გქონდეს სხვადასხვა თემატიკის გაკვეთილებზე, ამის გამო რთულია საგნის გააზრება და აქ მუშაობა უფრო მიადვილებს, რომ გავიაზრო მათემატიკა, ფიზიკა და სხვა ტექნიკური საგნები. თითოეული გაკვეთილი დაგეგმილი არის რაიმე პროექტის სახით, რომელიც ბავშვს ასოციაციას უკეთებს როგორც კომიქსებიდან, ნივთებისგან, რომელიცაც ყოველდღიურად ეხება მაგალითად სმარტფონი, გაჯეტი, სხვადასხვა და ასე შემდეგ კომპიუტერი. ეს საშუალებას აძლევს ბავშვს, რომ უფრო მეტი ინტერესი გაუღვივოს, რადგან ატმოსფერო ისეთია შექმნილი თანამედროვე ტექნოლოგიური სამყაროში, რომ თითოეული ბავშვი ყოველდღიურად ეხება ამ პროცესს და ეს არის ის განმაპირობებელი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს ამ ბავშვების ინტერესს. აქ ბავშვი თავისი თვალით ხედავს თუ რაში სჭირდება მათემატიკის სწავლა, რატომ სჭირდება ფიზიკის სწავლა, რაში გამოადგება ეს ყველაფერი, რატომ უნდა ისწავლოს. ამ დროს ბავშვის ასაკი არის მზად იმისთვის, რომ შეიმეცნოს, ასე ვთქვათ, სხვადასხვა მიმართულებები, დაინტერესდეს ამ ყველაფრით და საბოლოო ჯამში უკვე თავისი ხელით, ჩხირკიდელაობით უკვე შეისწავლოს, ასე ვთქვათ, ეს მიმართულებები. შობეს არ ჭირდება ძალდატანება იმის მიმართულებით, რომ ბავშვმა იმეცადინოს ეს რადგან რობოტიკა არის საგანი, როდესაც ბავშვს აქვს მზარდი ინტერესი ამ ყველაფრის მიმართ და თვითონ უნდა ამ ყველაფრით დატვირთვა, თვითონ აქვს мотиваცია, თვითონ აქვს მონდომება ამ ყველაფრის მიმართ და ამ ყველაფრის განაპირობებს ინტერესი. და ინტერესი არის ის, ასე ვთქვათ, ამოსავალი წერტილი, რომელსაც ვიყენებთ აკადემიაში. ჩვენ ვეუბნებით ბავშვებს, რომ ის არ გააკეთებინებთ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ვთქვათ, დასჯის ერთ-ერთი მეთოდი არის, ვთქვათ. ისეთი ქვეყნისთვის, როგორც არის საქართველო, აუცილებელი არის მსგავსი ცენტრების განვითარება. ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტი უნდა იყოს ის, რომ განათლება გახდეს ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელი ძალა. განათლების ეკონომიკამ ყველაზე დიდი წვლილი უნდა შეიტანოს ეკონომიკური დოვლათის შექმნაში, რაც საბოლოო ჯამში ზუსტად ესეთი ცენტრების განვითარებით გულისხმობს. ანუ ინტელექტუალური პროდუქტები, რომელიც ახალი თაობა შექმნის, რომელიც ექსპორტზე გავა, რომელიც საბოლოო ჯამში მოგცემს ისეთ მაგალითს და ისეთ შედეგს, როგორც თავის დროზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონია მიიღო და დღეს წარმატებულ ქვეყანად იქცა.